ხომ ყველა შევხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც ჩხილებს იქნებს. მაშინ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, რადგან ამ ვიდეოში განახებთ მიკროსკოპის ქვეშ დანახულ ჩხილის მიკროფლორას და რა ხდება ამ მავნე ჩვევის შედეგად ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კარგად დააკვირდით ამ ჩხილებს, ნახეთ ვიზუალურად ისინი როგორი დაბინძურებულია. მესმის შეიძლება ესეთ ჩხილებს ადამიანები არ იკვდებდნენ, მაგრამ ამ მიკროსკოპული სურათის შემდეგ მოგიყვებით კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ქირურგებში, რომლებიც იყენებენ ქირურგიულ ანტისეპტიკს და მათი ჩხილებიც კი მიკროორგანიზმებისგან იყო საკმაოდ კონტამინირებული. ეხლა კი დავაკვირდეთ უშუალოდ რა ხდება მიკროსკოპის ქვეშ. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ადამიანის ჩხილი რა გარემოსთანაც არის კონტაქტში, იმ გარემოში მიკროორგანიზმები, პარაზიტები და ბაქტერიები ჩვეულებრივად ცხოვრობენ და მათი ოპტიმალური გარემოა ის, შესაბამისად, ჩხილის ქვეშ გვხვდებიან ძალიან ხშირად ესეთი მიკროორგანიზმები. ამ თემასთან დაკავშირებით ოკლაჰომას უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, სადაც იკვლევდნენ ქირურგიული ხელების დამუშავების შემდეგ, რომელიც ესე გამოიყურება, რა მიკროორგანიზმები გადაურჩებოდნენ ამ პროცესს. დააკვირდით ამ პროცესს 3 წუთის განმავლობაში საშუალოდ მიმდინარეობს საკმაოდ საფუძვლიანი ხელების დამუშავება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დეზინფექცია. ამ კვლევის შედეგად 95%-ში მონაწილეთა მაინც დადასტურდა სტაფილოკოკუს ეპიდერმიდიდის არსებობა ჩხილებ ქვეშ. ეს არის პათოგენი, რომელიც ჩვენს კანის ზედაპირზე ცხოვრობს. 75%-ში კი მიკრობიოლოგიურ ზედაპირზე გაიზარდა სოკოს კლასის წარმომადგენელი კულტურები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქირურგიული დამუშავების შედეგადაც კი ჩხილის ქვეშ მაინც რჩებიან მიკროორგანიზმები, არათუ ისეთი დაბინძურებული ჩხილის ქვეშ, რაც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ.